ჩვენ ვაგრძელებთ მეგრულ აფხაზურ კულინარიაზე საუბარს რესტორან ამრადან. რა გვეხმარება რესტორნის შეფი გურამ კიკნაძე და ეხლა რას ვაკეთებთ შეფ გურამ? ეხლა გავაკეთებთ, ძალიან მარტივს, ესე ვთქვათ, ვინც გვიყურებს, დიასახლისებს ალბათ ეს კერძი ნაცნობიც იქნება და ძალიან მარტივია, ეს არის კომბოსტოს რულეტი ნიგზით. ესე იგი, უბრალოდ ნიგზის გარეშე ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებთ ქართულ თხილს, რა თქმა უნდა. ეხლა თქვენ როგორც ხედავთ, ეს არის, კომბოსტო მოვწალეთ, მდუღარე წყალში გავაცალე ისინი და წყლითვე მოვიტანე, წყლიდან ამომაქრო, ბილი იყოს გადასახვევად. ეს უბრალოდ ფოთლებს გავარიდებთ თავს და დასახვევად რულეტის გასაკეთებლად იყოს მარტივი, ასე მოხარშვა არ ჭირდება ამასაც როგორც წეღან ეკალა გავაკეთეთ, უბრალოდ მოვწალო. ნორჩი კომბოსტოა, ხო როგორც? რა თქმა უნდა, დიახ. ასევე დაგჭირდება აქ გვაქვს სტაფილო მოხარშული, ბოლომდან არ უნდა გადავხარშოთ, კანი გავაცალოთ, მერე მოხარშვის მერე. შემდეგი რაც დაგჭირდება ეს არის ქართული თხილი, გატარებული ქართული თხილი, ეს არის მოხალული, შემწვარი არა, ოდნავ მოხალული ქართული თხილი, გატარებული, ასევე შეგვიძლია დავნაყო და ისე მივიღოთ ეს კონსისტენცია. ესე იგი, ეხლა რას გავაკეთებ? ქართული თხილით გავაკეთებ შესაძლებელი ფარს, ისე როგორც ტრადიციულად კეთდება, ნიგზიანი ბადრიჯნისთვის ან ასე შემდეგ, უბრალოდ ამ შემთხვევაში ქართულ თხილს ვიყენებ. ესე იგი, აქ არის სადღაც 3 სუფრის კოვზი თხილი, გატარებული. ამას უნდა ნიორი. გატარებული ნიორი. ეხლა ამას მე გავუკეთებ კინზი უნდა დავჭრა. ასევე დამჭირდება ამისთვის ხახვი, აქ წითელი ხახვი მაქვს დაჭრილი. ხახვი დამჭირდება. ცოტა ნიახური დამჭირდება. ცოტა ნიახური. როგორც ხედავთ, ყველა მწვანილი არის, ახალი, გაზაფხული ესე ვთქვათ და გავუკეთებ ოდნავ ცოტა მწვანე ხახვს. ესე კიდევ ერთხელ გავმეორდები. ხახვი, კინზი, ნიახური და მწვანე ხახვი, კი ბატონო. ნიორი უკვე გავუკეთეთ, ხო? კი ბატონო. ეხლა ამ შემთხვევაში რა ფარს ვაკეთებ, ძირებს სრულიად გავაცლი მწვანილს, რადგან ჩვენ გვინდა მარტო ფოთოლი, წვრილად დაჭრილი. ეხლა წევან გამოვიყენეთ პიტნა ფხალის შეზავების დროს. ძალიან საინტერესო გემოქალაქს. ასევე შეგიძლიათ, ფხალის გაკეთების დროს მაგ პიტნით ესე ვთქვათ, ცოტა რაღაც არომატისთვის გამოვიყენოთ ხო პიტნას გადასნური მცენარე. სამკურნალო მცენარეა. როგორც წესი. მე ძალიან მიყვარს პიტნის ჩაი. კი, ძალიან სასარგებლოც არის განსაკუთრებით სადილის და მძიმე საჭმელის მერე პიტნა. შეიძლება იმიტომ იყოს, რომ ფუჩხოლიას პიტნითაც აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ფუჩხოლიას ეძახიან ზოგადად და ასევე ჩინჩოლიასაც ეძახიან. ჭყინტიყველი, მწვანილებით ორი ვარიაციაა. ხმელისუნელებით და ესეთი წითელი აჯიკით და მაგრამ უფრო მეტად გვხვდება პიტნიანი აჯიკის ჩინჩოლია, ხო? ჩვენ რესტორანში ვაკეთებ ზუსტად მაგ ვარიაციას. ხო, პიტნიანი. კი ბატონო, რადგან სასარგებლოც არის რა. პიტნა ზოგადად ძალიან სასარგებლო მცენარეა ნერვიული სისტემისთვის, კუჭნაწლავისთვის, ზოგადად ინტოქსიკაციისთვის, ყველაფრისთვის კარგი და სასარგებლო სამკურნალო მცენარეა. ისე პრინციპში ჩვენს გასტრონომიულ კულტურაში ზოგადად ქართულში ყველა მცენარე, რასაც ვიყენებ, ყველა არის სამკურნალო. მარტივად აი ჩვენ ახლა ქონდარი რამდენჯერმე ვიხმარეთ, ხო? ზოგადად მთელ საქართველოში რაც მძიმე კერძებია, ჩაშუშულები, მოხრაკულები, სუბპროდუქტების კერძები, ყველაფერში დომინირებს ქონდარი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ანტისეპტიკურია და სხვათა შორის ქონდარს ჩვენი წინაპრები არა მარტო კულინარიაში, არამედ ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ, კოსმეტოლოგიაში იყენებდნენ. აი ესეთი რაღაც ინფორმაციაც იძებნება, რომ პატარა ბიჭებს რომ აკნე უვითარდებათ მოციფულობის ასაკში. ქონდარს აქვს
ძალიან პატარა იასამნისფერი ყვავილები. მაგაში დამბალ სელის ან კანაფის ნაჭერს ასველებდნენ მაგის ნაყენში და ადებდნენ ბიჭებს სახეზე, რომ აკნი მორჩენოდა. ანუ როგორი ანტისეპტიკური სცენარი არის და თვითონ ეს ალბათ ხელს უწყობს მონელებასაც და ინტოქსიკაცია რო არ წავიდეს ორგანიზმში, ნებისმიერ მძიმე კერძში გვაქვს ჩვენ ქონდა. და ისიც საინტერესოა, რომ შეფები ზოგადად და ჩვენი დედები ხო ისე აყრიან ყველაფერს და ხარზომავენ ხო? ქართველი ზარეული დედები. და ბოლო შტრიხი არასდროს არ არის ქონდარი დავქვილი. და ბოლო შტრიხს ესე ხელით რა თქმა უნდა აყრიან ხოლმე. და მე ძალიან მიყვარს და მომწონს ეს სცენარი. ეხა ორი სიტყვით შეგაწყვეტინებთ, ესე იგი, ანუ გავაკეთეთ რომ ჩავაჭერეთ მწვანილები და ეხა დავამატე ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი და უცხოსუნე და დაღერღილი წიწაკა. ეხა ამით მე ეხა გულსართი გააკეთე. გულსართი კი ბატონო. მარილს უზამ. ესე იგი, ამით დავასრულებ ეხა უნდა შევაზავო, გავაკეთო რულეტი. ანუ ჩვეულებრივი ესე ვთქვათ, გულსართისთან გასხვავებით ცოტა მეტი მწვანილი აქვს, რადგან აქ ანუ ესე ვთქვათ, გაზაფხულის ეიფორიას კი ბატონო. ვინარჩუნებთ. კი ბატონო. ესე იგი, კომბოსტოს ფოთოლს ავაჭრი მაგარ ნაწილს და დავიცავ გახვევას. ანუ არაფერი ისეთი სტანდარტულად ზომაზე მოვჭრი და ვაკეთებ ესე. ესე იგი, აგერ ფარში გადავიტანე კომბოსტოზე თხლად, ძალიან თხლად. რა კაი არომატია. საოცარი. კი ბატონო. სასწაული. ვაკეთებ რულეტს. რა ლამაზი იქნება. კი ბატონო. შევაგზელებ. ანუ ძალიან მარტივი არის, ანუ აი ვინც ახლა გიყურებს იასახლისების უნდა იყოს საინტერესო, რადგან არის სწრაფი, მარტივი, გემრიელი. კი ბატონო, და სასარგებლო. აი სტაფილო. დედა. და უბრალოდ ანუ ვაკეთებ რულეტს ძალიან მარტივად, ხო? დედა რა ლამაზია. მაგერ არის. კი ბატონო. ვიზუალურადაც ლამაზი გამოდის. ბატონო. დამეხმარეთ. მე დავეხმარე. ესე. ძალიან ლამაზია. და გემოც ასეთი ლამაზი იქნება. რა თქმა უნდა. ხო. ეს არის ჩვენი რულეტი. ძალიან საყვარელია. ესე იგი გავაკეთეთ ეხლა ჩვენ მწვანე კომბოსტოს ხვეულა. გულსართი იყო თხილი, თუ დავიმახსოვრე. თხილი, უცხოსუნელი, ხმელი ქინძი, კი ბატონო, ყვითელი ყვავილი, დაღერღილი წიწაკა, ქინძი, ნიახური, ეგ არის საინტერესო. და მოხარშული კომბოსტო. სტაფილო. დიახ. ძალიან მაგარია. საოცარი სურნელი აქვს, აი გაზაფხულის არომატები, აი მწვანილების და აი სვანელებლების ნაზავი. კი ბატონო. ეს არის ძალიან საინტერესო. შევ გურამ, ახლა ჩვენ ვაგრძელებთ გაზაფხულის თემას, ხო? დიახ. და რას ვაკეთებთ ახლა? ეხლა ესე იგი აქ გვაქვს განახებთ, რომ ეს არის ეკალა, ანუ ეს არის ეკალა, რომელიც ესე იყიდება. აბა მეგრელები როგორ ეძახიან? არ მახსოვს. ძგრი. სხვათა ძიგირს ეძახიან გურულები. ჩვენ და გურულები გური ხო გულია და გავათ ბევრ რაღაცაში ერთმანეთს. და ეს ძიგირი სხვათა შორის ძალიან მარგე მწვანილად ითვლება, ხო? როგორ ვაკეთებთ აბა დღეს ამას? ანუ დღეს ჩვენ ხალად გავაკეთებთ ამას, ეს არის ანუ აქ წარმოადგენელი გვაქვს, ანუ თავიდან ეს გავარჩიე. სულჭყინტია, ხო? სულჭყინტია, კი ბატონო. მე ეს მოუკალე, ანუ მდუღარე წყალში ჩავასხი, მოუკალე და უბრალოდ მე ცივი წყალი გადავრიცხე, რომ სიცხარე
მოშორებულიყო. გარჩევის დროს ვინც მიყურებს იმას ურჩევთ რომ უბრალოდ ის ღეროები როგორც აი მწვანელობიო რო ირჩევა რომელიც ესე ვთქვათ იმით ძაფით წყდება ისინი უნდა მოვაშოროთ და მარტო ნედლი დავტოვოთ და ის ნედლი უკვე მე იკალება დუღარე წყალში უნდა ჩავყაროთ რამოდენიმე წუთით და მე შოკისთვის ვაკეთებ ხო იმ ცივი წყალი დიახ აუცილებლად ცივი წყალი დიდი ხანი მოხარშვა არ ჭირდება მოხარშვა არ ჭირდება ეს ნიშნავს რომ 5 წუთი არ უნდა ეს რამოდენიმე წუთი არის საჭირო უბრალოდ მოსაკალად ეხლა მე ამას დავჭრი როგორც ხედავთ ეს მოუკალი ამოვიღე გავაშრე რომ წყლიანი არ ყოფილიყო თუ უცბად აკეთებთ შეგიძლიათ გაწუროთ ჩვეულებრივად შეიძლება ამის გაწურვა ეს ისედაც ქონდა დაკუცმაცებული უბრალოდ კიდევ დავჭრი რომ მისართმევად უფრო იყოს მარტივი რადგან ფხალს ვაკეთებთ ამას დავჭრი და გავაკეთებ ფხალს უბრალოდ დღეს ფხალს ვაკეთებ ესე ვთქვათ საქართველოსთვის არა ქართველებისთვის არა თბილისისთვის ცოტა უცხოთ უცხოთ იმას გულისხმობ რომ არ გამოვიყენებ ნიგოს ფხალის გასაკეთებლად და გამოვიყენებ ქართულ თხილს ქართული თხილი როგორც მოგესწრებათ ძველ ქართულ სამზარეულოში იყენებოდა ჩვეულებრივად როგორც ნიგოზი დასავლეთ საქართველოში და არა მარტო სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ თხილი იყო საკრალური ხე აი ესეთი ინფორმაცია გვაქვს ძველი ჩანაწერებიდან რომ ზოგადად კოლხები და განსაკუთრებით ლაზები აი თხილს ცალ-ცალკე ნერგად რო დარგავდნენ იმის მერე რამდენიმე ნერგს აი ესე შეაქუჩებდნენ და რგავდნენ რომ როცა გაიზრდებოდა გადაეჭრათ და მისგან გაეკეთებინათ მაგიდა ახალ სახლში სწორედ აი ეს მაგიდა შექონდათ და რომ გადააპრიალებდნენ ჩანდა როგორც მზე და ეს რაღაც იმიტომ რომ მზეს ეთაყვანებოდნენ ხო ძალიან დიდი იგივე ხაჭაპურების და სალოცავებიც თვარის და მზის სათაყვანებელი და საკრალური კერძებია და ასე რომ თხილი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის როგორც აი ესეთი საკრალური დანიშნულების და ასევე ძალიან სასარგებლოა და სხვათა შორის მე აქ გატარებული თხილია ხო აგერ არდიახ ესა გატარებული თხილია და ზეთის სუნი აქვს კი ბატონო აი სასწაული ის მოდის რა აი მაყურებელს შევახსენებ თხილის კი ბატონო რომ ეს არის უბრალოდ ქართული თხილი ქართული თხილია რომელიც არის მოხალული გაშრობილი ძალიან მოხალვა არ ჭირდება გაშრობილი და მე არის გატარებული ასევე შეგიძლიათ დანაყოთ უბრალოდ მე ამ შემთხვევაში მე გავატარე ხორცს მანქანაში წვრილად ეხა ფხალს ვაზავებ თხილით კი ბატონო კაი იქნება ძალიან კი ბატონო წინას არ გრძნობ მაგრამ ამას აჯიკას არ უკეთებ არა უკეთებ კონდარს ეს არის ხმელი კონდარი მეგრული კი ეხლა დავჭრი ქინს და ცოტა კამას და პიტნას უი რა საინტერესო ვარიაციაა კი ბატონო პიტნა არის ჩემის აზრით ძალიან ჯადოსნური მცენარე მას ძალიან ბევრი ლეგენდა და მითი უკავშირდება და ყველაზე საინტერესო ჩემთვის არის მისი სახელწოდება მეგრულა რომელიც უკავშირდება ყველს ვალმინთა ანუ რატომღაც მგონია რომ როგორც ჩვენმა ჯადოქარმა მედეამ წაიღო სანელებლები და მედიცინის სახელიც აქედან მოდის იმიტომ რომ ყველა მცენარე რასაც ჩვენ ვხმარობთ ქართულ კულტურაში გასტრონომიურში არის სამკურნალო და ჩემის აზრით ჩვენ იქაც ვასწავლეთ ბერძნებს ეს მინთის სიტყვა და არა პირიქით მეგრელები წარმოგიდგენთ პირდაპირ ამბობს რომ ძის პროდუქტების მცენარე არის ვალმინთა ეგრეთია სასწაული რაღაცაა და ეხლა ეკალასთან როგორ აჟღერდება ამას ნახავთ ბოლოს როცა რეზულტატი გვექნება ეს როგორც გითხარით არის ჩვენი ახალი მენიუს ვარიაცია რომელზეც ეხლა მუშაობ იმიტომ რომ ყველას რაღაც პიკანტურობას ძენს ეს პიტნა თუნდაც ცოტა იყოს აი მაინც რაღაცა თავის პეწს აძლევს ყველანი საჭმელს რაშიც არის ხოლმე აი ჩვენ მენიუში ჩვენ ახლა გვაქვს პიტნა ქინძი და კამა კი ბატონო ძალიან საინტერესოა ეხა ამას გავუკეთებ ისე ძმარი ნიორი
დადარებული კი მიერი. ბატონო, ცოტა დაღირღილი. დაღირღილი, წითელი წიწაკა შებოლილი. კი ბატონო, ცოტა უცხოს ხმე, უკეთებ. უცხოსუნელი. უცხო და ქინძი, კი ბატონო. ხმელი ქინძი. კი ბატონო. ვახ. კონდარი უქენით, ანუ სულ ეს არის მარილი. მარილი, რა თქმა უნდა, მარილი ესე აჯიკას არ უკეთებ და მარილს ეხლა ვუზამ ერთ კი წუთით. ბატონო. აუ რა არომატები წამოვიდა. უფ, გენაცვალე. ისე გაიყალაც ხო თავისი სიმჟავე აქ რაღაცნაირი, ხო? დიახ. და ესეც კომბინაციაში თხილთან და კი ბატონო, მე მგონი თხილი კარგად აქვს. კი, კარგია. კარგით. ნაკლებად ხმარობ ხოლმე მარილს. კი, კარგი. რადგან აჯიკას ხმარობთ, ანუ კი, რა ჩვენი წინაპრები რომ ბალანსი ყოფილიყო, ყოველთვის აჯიკას იმიტომ აკეთებდნენ, ხო? ხელქვეშ რო ქონებათ, რომ ცალ-ცალკე კი არ აკეთებდნენ. ეს აჯიკა ძალიან სერიოზული კულტურაა ისე დასავლეთ საქართველოში. ესე იგი, ეს არის ჩვენი კი ბატონო. ძგრი. ძგრის კაკილი. ძგრის წვანერი. ძგრის კაკილი, ასე იტყვიან მეგრელები. მაყურებელს შევახსენებ, რომ ანუ გამოვიყენეთ აქ ქართული თხილი. კი ბატონო. ანუ ხალში ჩვენ დასავლეთში ესე ვთქვათ, ყველა ანუ ჩვეულებრივი ამბავია, აღმოსავლეთში ნაკლებად გამოყენებადი ქართულ თხილს იყენებდნენ ჩვეულებრივად იყენებდნენ ოჯახები ხალის დასამზადებლად, ამიტომ გენაცვალე. ღომთანაც წავა, მჭართანაც წავა, კახურ დედასპურთანაც წავა და საერთოდ ფანტასტიკური იქნება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო მწვანელი აქვს. ესე კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს არის მოკალული ეკალა, ქართული თხილი, ქინძი, კამა, პიტნა, ძმარი, უცხოსუნელი ქინძი, ნიორი. დიახ. მარი, გემოვნებით. გემოვნებით. აქ ისეთი რაღაცა მაქვს ახლა ხელში, ეგრეთ წოდებული ჩაროზი, ნუგბარი, როგორც ქართველები იტყოდნენ, ტკბილეულზე, დესერტზე და ჩემი ბავშვობის მოგონებები გაცოცხლდა. სხვათა შორის წლებია ვეძებ ამ ნაყინს, იმიტომ რომ სოხუმის ცენტრში სანაპიროზე იყო რესტორანი აფხაზია და ყოველ დღე გამოწერილი ჰქონდა, რომ აფხაზიას ნაყინი უნდა გვეჭამა, მაგრამ რა არის თავარი მახასიათებელი? ეს არის მანდარინის მურაბა, შოკოლადის მარცვლები და ნაყინი, რძის ნაყინი, ხო? კიდე რა? ნაღების ნაყინი და მოხალული გავწკვნილი თხილი. საოცარი გემოთი და ზუსტად აი ასეთ ნაყინს მივაგენით დღეს რესტორან ამრაში და ზუსტად აი ეს საოცარი გემოები შეფ გურამ, რაც თქვენ გაგვასინჯეთ. აი ეს დავაგვირგვინოთ, აი ამ არაჩვეულებრივი ტკბილი მოგონებების და ჩემი ბავშვობის არომატების და ბედნიერი წლების ისევ გამეორება და ყველას გისურვებთ, რომ აი ეს ბედნიერი მოგონებები ზუსტად გაეცოცხლებინოს იმ ადგილს, სადაც ჩვენ მივისწრაფვით, ხო? ჩვენი ურთიერთობით, იმიტომ რომ გემო არის მეხსიერება, ხო? აი რომ დავშვათ სადღაც სოფელში ხარ და უცებ გზნობრაი ბებია ჩემის საბზადის სუნი, ხო? და უცებ ის სურათი არ გიდგება ბებო როგორ აკეთებ და შენი რას აკეთებდი. ზუსტად აი ასე, აი ეს ჭურჭელი სხვათა შორის სახში მაქვს. ისეთ შესამჩნევ ადგილას, რომ ყოველ დღე ვუყურებდე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ აქ ვიგრძენით ჩვენი მშობლიური გემო. ქართულ აფხაზური, ეს ჩვენ განუყოფელი ვართ. იმიტომ რომ გასტრონომიული კულტურა არის დიდი პოლიტიკა. ძალიან დიდი დოზით არის პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს მიბმული არის კულტურასთან, კულტურა ხო ფართეცნებაა და ჩვენი იდენტური ბმა ზუსტად გასტრონომიასთან არის მიბმული, რომელიც ყველაზე ბოლოს კვდება. კულინარიის იდენტობის დონე კვდება ადამიანში ყველაზე ბოლოს. ასე რომ ჩვენ ზუსტად აი ეს კულტურა გვაკავშირებს, აი ეს რიტუალები, ადათები, წესები და იმაში მონაწილე რიტუალური კერძები არის ჩვენი ერთიანი სისტემა, ხო ასე და ამიტომ აი ეს ყველაფერი ჩვენ არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ გვაქვს სისხლისმიერი ურთიერთობა ერთმანეთთან და დღეს რო თქვენ გაგვიცოცხლეთ აი ამ გემოებით და ზუსტად აი ასეთი დაბალანსებული
და თანაც ზოგადად მეგრული გასტრონომია ხო კონტრასტულია. აი შეხედეთ ცეცხლოვანი კერძები ერთ მხარეს და უცებ გებჟალია. ნეიტრალური, რაღაც დაბალანსებული და რბილი თითქოს და აი რაღაცნაირი ავადმყოფებსაც კი რო აჭმევენ და რაღაცნაირი აი რომელიც ასოცირდება მზესთან, ბჟა და მზეს და რძეს მეგრელი ერთი და იგივე სახელს ეძახის ბჟა. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ზოგადად ზოგადად ნაყინის ფანი ვარ, მაგრამ ეს სულ სხვა ნაყინია. აბსოლუტურად სხვა გემოაქვს და ამას აკეთებს მანდარინის მურაბა, მანდარინის ცუკატები, მოხალული თხილი. საოცრებაა.